ერთი მეორესაგან განსხვავებულია. ასევე ბიბლიაში არსებობს მრავალი ურთიერთსაწინააღმდეგო მუხლები. მაგალითად, მეორე ნეშტთა გვამცნობს, რომ 42 წლის იყო ახაზია თავისი გამეფებისას და 1 წელს მეფობდა იერუსალიმში. დედამისის სახელი იყო ღოთოლია, ყომრის ასული. ხოლო მეოთხე მეფეთა გვამცნობს, 22 წლის იყო ახაზია, როცა გამეფდა და 1 წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო ღოთოლია, ყომრის ისრაელის მეფის ასული. როგორც ვხედავთ, მეორე ნეშტა იტყობინება, რომ 42 წლის იყო ახაზია გამეფებისას, ხოლო მეოთხე მეფეთა თავი უწყება, რომ ის იყო 22 წლის. სხვაობა მათ შორის 20 წელია. ასევე მაგალითად მათეს სახარებაში ვკითხულობ. პეტრე კი გარეთ ეზოში იჯდა, მივიდა მასთან ერთი მხევალი და უთხრა: შენც იესო გალილეველთან იყავი. მან კი უარყო ყველას წინაშე და თქვა: არ ვიცი რას ლაპარაკობ. კარიბჭიდან რომ გამოდიოდა, მეორე მხევალმა დაინახა და იქ მყოფ უთხრა: ესეც იესო ნაზარეველთან იყო. მარკოზის სახარება კი გვამცნობს, როდესაც პეტრე ქვემოთ ეზოში იყო, მივიდა მასთან მღვდელმთავრის ერთი მხევალთაგანი, დაინახა ცეცხლს მიფიცხებული პეტრე, დააკვირდა და ეუბნება: შენც ნაზარეველთან ერთად იყავი იესოსთან. მან უარყო და თქვა: არ ვიცი და არც მესმის რას ამბობ. გავიდა ეზოს გარეთ და მამალმა იყივლა. მხევალმა დაინახა იგი და კვლავ დაიწყო ლაპარაკი იქ მდგომთა გასაგონად. ესეც იმათთაგანიაო. როგორც ვხედავთ, მათეს სახარებაში ნათქვამია, რომ პეტრე, როცა კარიბჭიდან გამოდიოდა, მეორე მხევალმა დაინახა, ხოლო მარკოზის სახარება გვამცნობს, რომ იმავე მხევალმა დაინახა, რომელმაც ეზოში კითხვა დაუსვა. მსგავსი ურთიერთსაწინააღმდეგო ტექსტები ბიბლიაში უამრავია. ეს კი უფლის სიდიადესთან შეუფერებელია, რომ მას შეეშალა